დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, თუმცა სანამ ჩვენ სტუმრებს წარგიდგენ, გეტყვით რომ დღეს ვსაუბრობთ არტ-თერაპიაზე, რომელიც მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე ზოგადად დადებითად, თურმე შესაძლებელია რომ ხელოვნებამ არა მხოლოდ მოგაიწოს გარკვეული სიამოვნება, არამედ განკურნოს ადამიანი ნარკო თუ ალკოჰოლ დამოკიდებულებისგან. ამას ქართული პრაქტიკით უკვე ჩვენი სტუმრებისგან გავიგებთ, რა შედეგები აქვს. თუმცა მანამდე მოდით ვნახოთ, რა პრაქტიკა არის სხვადასხვა არტ-თერაპიების მკურნალობის მსოფლიოში და რა ხერხებს მიმართავენ ხელოვნებით მკურნალობით ადამიანებს. არტ-თერაპია ფსიქოთერაპიული მეთოდია. ის ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ხელოვნებით ახდენს ზემოქმედებას, რის შედეგადაც მას ჰარმონია და სიმშვიდე უბრუნდება. სასურველი შედეგის მიღწევა ძირითადად ხატვით, ძერწვით და მუსიკით ხდება. არტ-თერაპია ევროპაში წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით აქტიურად მისი ორი მთავარი მიმართულება, ხატვითი და მუსიკალური თერაპია გამოიყენება. არტ-თერაპევტთან პირველი ვიზიტის დროს პაციენტი ეგრეთ წოდებულ სადიაგნოსტიკო ნახატს ხატავს, რომლის თემაც შეუზღუდავია. ნახატის სპეციალისტებს ეხმარება ზუსტად განსაზღვრონ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. არტ-თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია თუ ის 10-15 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფში ტარდება. ჯგუფური თერაპია დაძაბულობას ხსნის და თითოეულ მონაწილეს გამბედაობას მატებს. ადამიანზე დადებითად მოქმედებს, როცა აცნობიერებს, რომ სხვასაც აქვს მსგავსი პრობლემა, ის მას საშუალებას აძლევს უფრო თამამად ჩაერთოს საკუთარი პრობლემის გადაწყვეტაში. არტ-თერაპიას უკუჩვენებები არ აქვს. ის ყველა ასაკობრივ ჯგუფთან გამოიყენება და როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ერთნაირად ეფექტურია ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტის უნარების, ინტერესებისა და ღირებულებების მიუხედავად. არტ-თერაპია წარმატებით გამოიყენება ფსიქიკური დაავადებების მქონე პირებში, თუმცა ის არანაკლებ ეფექტურია შედარებით მარტივი პრობლემების დროსაც, მაგალითად გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ან მონოტონური ცხოვრების წესის დროს, ქრონიკულ სტრესთან, დეპრესიასთან გასამკლავებლად ან უბრალოდ განსამუხტად. ნახატი ადამიანის შინაგანი სამყაროს მატერიალური გამოსახულებაა. მასზე კარგად ჩანს ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ქვეცნობიერ სამყაროშია დალექილი. გარდა ამისა, თვითონ ხატვის პროცესი პაციენტს უარყოფითი ენერგიისგან ათავისუფლებს. არანაკლებ ეფექტურია მუსიკალური თერაპიაც. ის აუტიზმის, დაუნის სინდრომის, ტვინის ტრაუმული დაზიანებების, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის, ცერებრალური დამბლის, ფიზიკური და ემოციური ტრავმების დროს გამოიყენება. ჯერ კიდევ 1944 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი მუსიკალური თერაპიის პროგრამა დააარსეს. მას შემდეგ თითქმის 70 წელი გავიდა და მუსიკალური თერაპია სოლიდურ მეცნიერებად იქცა. არტ-თერაპიას ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს. ის ხელს უწყობს მტკივნეული განცდის ან ემოციის გარეთ გამოტანას. პაციენტს საკუთარი პრობლემა ფურცელზე ან აძერცში გადააქვს, რის შემდეგაც მას თითქოს გვერდიდან უყურებს და უფრო იოლად უმკლავდება. მუსიკალურ თერაპიას ხშირად იყენებენ ბავშვებთან მუშაობისას. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მუსიკალურ საქმიანობაში ჩართული ადამიანის ტვინის ყველა სფერო აქტიურია. სწორედ ამას გულისხმობენ მუსიკალური თერაპევტები, როდესაც ამბობენ, რომ მუსიკა ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე ყველაზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს. ევროპელი სპეციალისტები მუსიკალურ თერაპიას ხშირად მიმართავენ სიმსივნური დაავადებების მქონე ბავშვებთან მუშაობისასაც. სასურველი მუსიკის მოსმენა მცირეწლოვანი პაციენტების განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ამ ბავშვებს საკმაოდ რთული ცხოვრება აქვთ. მუსიკალური თერაპია მათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ სასიამოვნო მელოდიას წარმოუდგენლად შეუძლია განწყობის გაუმჯობესება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ადამიანი ჯანმრთელია, არტ-თერაპია მის ემოციურ მდგომარეობაზე დადებით ზეგავლენას ახდენს. ის უკვე წლებია მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. აი ამ სიუჟეტმაც ხატყო და დაადასტურა რამხელა ძალა აქვს ხელოვნებას სიმღერას თუ სხვა ხელოვნების სფეროდან
საქმიანობას და რა შედეგები შეიძლება გამოიღოს ჩემს თვითონ სასიამოვნო სანახავი იყო და ეს იმღერე ძალიან ხშირად გამიგრა ვათხარ იმღერე რაღაცა გაწუხებს იმღერე და თურმე ამაში რამხელა რამეა საიდუმლო ჩააჩა იცეკვე კი და მე აქვე მინდა წარადგინე ჩვენი სტუმრები კარგი ადამიანები მე ვფიქრობ რომ აი ამ საქმიანობას ვეწევით ბუნებრივად სხვანაირად არ შეიძლება ნათია ფანჯიკიძე თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი გელეიშვილი ფსიქიატრი ნინო კომახიძე ფსიქოთერაპევტი და ვახტანგ ნოზაძე ფსიქოთერაპევტი მოგესალმებით და პირველ რიგში თქვენი ცენტრის შესახებ მინდა რომ მოგვიყვეთ რამდენი ხანი არსებობს თქვენი პაციენტები ну აი დავიწყოთ ჯერ ცენტრის საუბრით ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენ თვითონ კარგო ადამიანებო კარგად რომ გვექცევით ვარსებობთ მეორე წელია მხოლოდ და შეიძლება ითქვას რომ ესეთი ჩვენაირი მეთოდი სხვა არ არის ჯერ საქართველოში იმიტომ რომ სრულიად თანამედროვე მეთოდით ვცდილობთ რომ გუნდურად ვიმუშაოთ ანუ დაავადებაში ალყა შემოვარტყათ ასე რომ ვთქვათ 8 სხვადასხვა თერაპიით აღმოჩნდა რომ ძალიან ეფექტურია ეს მეთოდი არ გამომიგონია მე თვითონ ეს არის ანათინა მიშერი ამერიკელი პროფესორი რომლისთვისაც მე 2 წელი მუშაობდი ეს არის მისი მეთოდი მაგრამ ნუ ჩემი დამსახურება ის არის რომ როგორც ჩანს კარგად მოხდა ჩამოტანა მეთოდის და ჩემი კოლეგების დამსახურება რომ საოცრად სწრაფად აუღო რა უნდა გვეკეთებინა ის უკურნალობთ კონკრეტულად კონკრეტულად ეს 8 სახის სხვადასხვა ფსიქოთერაპია არა მხოლოდ არც თერაპია შესაბამისად ნებისმიერი დაავადებისთვის იქნება ეს დეპრესია ნევროზი პანიკური აშლილობა რაც არ უნდა იყოს ნებისმიერი დაავადება ეს მეთოდი არის ძალიან კარგი მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი ფოკუს ჯგუფი არიან ნარკომანიით დაავადებული ადამიანები და ნუ აქაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ნარკომანიაც არასდროს არ არის მონოპრობლემა თითქმის ძალიან იშვიათია რომ ნარკომანია არსებობს ცალკე დამოუკიდებლად როგორც წესი ყოველთვის არის რომელიღაც სხვა დიაგნოზი რომელიც ან წინოსწრებდა ნარკომანიას დავუშვათ დეპრესია რომელმაც გამოიწვია სტიმულანტებისკენ ადამიანის სწრაფვა ან პირიქით აფექტური აშლილობა შფოთვითი რამაც გამოიწვია ოპიოიდებისკენ სწრაფვა ან ხანდახან არ ყოფილა დავუშვათ პარანოია მაგრამ სტიმულანტებს მაგალითად კოკაინს ვინტს თუნდაც იაფასიას შეუძლია რომ გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადება. რომელს უსწრებდა წინ უკვე ხანდახან მნიშვნელობაც აღარ აქვს. თავარია რომ გვიწევს ამ ორივე დიაგნოზთან ხანდახან სამთან ერთად ბრძოლა. და როდესაც გააყუჩებ ასე ვთქვათ და ჩააცხრობ დამოკიდებულებას ხანდახან ზევით იწევს ფსიქიკური დიაგნოზი და ამიტომ გუნდურად ვმუშაობთ ფსიქიატრის თანხლებით. ძალიან სწრაფად აუღეს ალყო ესე თქვით თქვენმა კოლეგებმა და ესე ვთქვათ რომ ძალიან კარგი პროფესიონალები არიან და სწრაფად მიხვდნენ იმ პაწეწინა ნიუანსებს რითიც განსხვავდებოდა ვთქვათ საბჭოთა მედიცინის სკოლა აი თანამედროვე აი ამ ნიუანსებზე რო ვისაუბრობთ აი ნინო რა სკოლის სკოლა ნაცია მეთოდია ნამდვილად ცოტა არატრადიციული უფრო ახლოს მიდიხარ პაციენტთან არ არის დისტანცირებული და ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნო მეთოდია საერთოდ თერაპევტისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ მეთოდს ბევრი მეთოდი არსებობს და მნიშვნელოვანია რომ შენ თვითონ მოიგო მეთოდი. ეს ინდივიდუალურად ხდება თითოეულთან თუ რაღაც ჯგუფი იქნება რომელთანაც საუბრობ. ინდივიდუალურადაც გვაქვს, ჯგუფურადაც გვაქვს, მცირე ჯგუფი. ეს სურვილისამებრ არის თუ როგორ არის? შეთანხმებული გვაქვს გეგმა, ასე ვთქვათ, თითოეულ პაციენტზე და ამ პრობლემით დაავადებულ ადამიანებთან ჯგუფური თერაპია საერთოდ ძალიან კარგად მუშაობს. მე მეთოდიკაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც გვახსოვს ჰოლივუდური ფილმებიდან სცენები, ვთქვათ, ფსიქიატრიულ პაციენტებთან მიმართებაში, როცა რომელიღაც დროს შენ და მიხვიდე და პირში კიდევ რაღაც აქვს და მიდიხარ შენს ოთახში. და ეს რაღაცნაირად ძალიან შემზარავი სცენა, რომელიც აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა ფილმებში ეს ჯგუფური თერაპიის კადრები ხინახავს. ამას გულისხმობდი ზუსტად, ანუ მოგვიყევით განსხვავება და თქვენი მეთოდიკა რატომ არის ეფექტური? ჩვენთან წამლებს ნიშნავს მხოლოდ ბატონი გიორგი. ჩვენ მუშაობთ მხოლოდ თერაპიით, ჯგუფურ თერაპიაში მუშაობთ. ინდივიდუალურზე და ეს ნათიამ როგორც ახსენა რამოდენიმე სხვადასხვა თერაპიით და წარმატებული მე ვფიქრობ სწორედ იმიტომ რომ ეს კომპლექსურად ხდება და ყველაფერი ერთად არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის გარემო ისეთი რომელსაც მე მგონია რომ ვერსად ვიპოვია ანუ შემოქმედებით არა ჯერ ოჯახური თბილი სადაც უფევს სიყვარული გაგება და პატივისცემა რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია
Tato, ეს გულახდილ საუბარში რო გამოიწვიო პაციენტი, რამდენად მოყვებიან ამაზე, რომ აი ფაქტია რომ პირველი ნაბიჯი რომ მოვლენ თქვენთან, ხო? უკვე რაღაცა დიდი ნაბიჯია მათი მხრიდან და აი მე უკვე რამდენად გიშვებენ მათ შინაგან სამყაროში, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი ერთმანეთის ამოცნობის. როგორც ნინოს ამაღლაშა თვითონ ეს მეთოდის მოდელი რაც გულისხმობს დისტანციებს რო ნაკლებად არის. ასე ჩვენი კულტურისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო და სწორედ ადაპტირება ნათემ რაც ვახერხე ეს ნიუანსებს რაც აუღეთ ალბათ, ხო? რაღაც ძალიან კარგად მოერგვა კონტინგენტს პაციენტებს და თვითონ ურთიერთობა ძალიან კარგი შედგა. რა თქმა უნდა, არის ეს თერაპევტი პაციენტის დისტანცია, მაგრამ განსხვავებულია. მე მაგალითად რაც სარეაბილიტაციო ცენტრში რაღაც სხვაგანაც მაქვს ნანახი უფრო ფორმალური ცოტა უფრო დისტანცირებული, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს უფრო არ გაამართლებდა კულტურიდან და შეგიძლიათ პატარა მაგალითი გითხრათ, აი თქვათ მაინტერესებს. აი მოვიდა თქვათ ადამიანი, რომელიც თავის სურვილით მოვიდა, არავინ არ დაარძალა, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღო და მოვიდა თქვენთან. აი მისი აუცილებელი პირობა, რომ თავისი სურვილით. აი მისი პირველი დღე რომ მოდის. პირველი დღე, პირველ რიგში გავესაუბრებდით ნახავთ მის мотивაციას, რამდენად მოტივირებულია, რომ საერთოდ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, დაძლიოს ეს მდგომარეობა. შემდგომში უკვე გაეცნობა თვითონ ცენტრის, თვითონ მოდელს, რას გულისხმობს თითოეულ თერაპიას. უკვე მასზეა დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ პაციენტიც იყოს ინიციატორი, ხო თვითონ ამ პროცესს, თვითონ არჩევს შემდგომში, რომელ თერაპევტთან იმუშავებს ინდივიდუალურად, ხო? შესაძლოა დავუშვათ რომელიმე პაციენტს არ მოუნდეს ჩვენთან ინდივიდუალურად, სწორედ ამ გახსნაზეა საუბარი. მაგალითად ნინუცასთან მოუნდეს, ნათიასთან მოუნდეს, გიორგისთან მოუნდეს. და უკვე პროცესში თვითონ უკეთესად გაესწრებს თითოეულ ჩვენთანაც, თვითონ ამოაჩვენს ინდივიდუალურად ვისთან იმუშავებს და რომელ ჯგუფში ჩაერთვება. კონკრეტულად არტ თერაპია რას გულისხმობს? აი შეიძლება ჩვენი მაყურებლისთვის მართლა საინტერესოა, როგორ შეიძლება ადამიანმა დახატოს და ის ბოლომდე განიკურნოს. ხატვი არტ თერაპია, რადგან ჩემი ნიშა ასე რომ თქვას, მაშინ გიპასუხებთ მე. ბოლომდე განიკურნოს ეს არ არის სწორი, გააჩნია რა დიაგნოზთან გვაქვს საქმე. ასეთი ძლევამოსილი ცალკე არც ერთი მეთოდი არ არის, თუმცა არტ თერაპია ეს არის დაწყვილებული ყოველთვის ფსიქოთერაპიის რომელიმე მოდელთან. ეს არ არის უბრალოდ ხატვის გაკვეთილი. შესაბამისად არის გაძლიერებული რომელიღაცა პაციენტის ტიპაჟის მიხედვით რომელიღაც ფსიქოლოგიური მეთოდი არის გაძლიერებული აი ამ დამატებითი იარაღით, ფერებით და სპეციალური ტექნიკებით. თუ არ მეხერხება ხატვა და სიმღერა უფრო მეხერხება ხატვა, რაც უფრო არ გეხერხებათ ხატვა, მით უფრო კარგად ჩანს ინფორმაცია და დიაგნოზი და მე ისეთ საოცრებები იქნება, რომ თითქმის დაუჯერებელიც კი არა, რომ ამ ადამიანებს არასდროს არ უხატიათ. მამაკეთ თემას აძლევთ ხოლმე? რა თქმა უნდა, როდესაც ფსიქოკორექციას ვაკეთებთ, მაშინ თემას ვაძლევთ. თემას კონკრეტულად. და ყველაზე მთავარი მე აქ უკვე არის გარღვევა, ფანტაზია ეს არის ადამიანის აზროვნების ყველაზე მაღალი საფეხური და როდესაც უკვე ირღვევა დაავადებული ადამიანის რაღაც სტერეოტიპული აზროვნება, ხატები, სიმბოლოები და უკვე ეს თერაპიული სტანდარტული ტექნიკა გარდაიქმნება ხელოვნების ნაწარმოებად და მე ვთვლი რომ ჩვენი პაციენტების ხელოვნების ნიმუშები პრაქტიკულად თანამედროვე ხელოვნების და კონცეპტუალური ხელოვნების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ღარიბი ორგანიზაცია ვართ და მასალები გვაქვს იაფი. ну მაგალითად ზღვის ქვები, ფოლგა, ყველა ლობიო და მაკარონი და რა ვიცი ყველაფერი გვაქვს გამოყენებული, რაც კი იაფია. მე მინდა რომ ეს კითხვას რა უპასუხო უკაცრავად, რაც შეეხება ბოლომდე განკურნებას, ხო? ბოლომდე ikურნება რაღაც გარკვეული დიაგნოზები, მაგრამ არის ქრონიკული დიაგნოზი, რომელიც შეიძლება ვერ განიკურნოს ბოლომდე. აქ მთავარი არის ჩვენ რას ვისახავთ მაქსიმალურ მიზნად. მაგრამ ჩემი მაქსიმალური მიზანი ნებისმიერი ავადმყოფობის დროს არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი. უნდა იყოს უფრო ბედნიერი დღეს, ვიდრე იყო გუშინდა. მე თუ შევძლიეს, რომ თუნდაც მძიმე შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი ბედნიერად გრძნობდეს თავს, ფუნქციურად გრძნობდეს თავს და ცხოვრობდეს სრულყოფილად, მე ვთვლი, რომ მიზანი მიღწეულია და ასე არსებობს უამრავი ქრონიკული დაავადება, გინდა ჩაქრიანი დიაბეტი, გინდა ასთმა, ჟელბა, ვერ განიკურნოს, მაგრამ მე რა მოხდა. ბატონ გიორგი, საბოლოო ჯამში რაღაც საიდუმლო მაინც რა შეგვიძლია. ეს მეთოდი მათ რაღაცნაირად იმ ინტერესს უღურებს, რომელიც შემდეგ მათი ცხოვრების წესად შეიძლება იქცეს, თუ უბრალოდ აი რა მათ ფსიქოლოგიაში რა იცვლება ამ მეთოდით, რომ ისინი თქვათ უარს ამბობენ ნარკოტიკზე, ისინი თქვათ იგივე ალკოჰოლზე.
ვფიქრობ, რომ მეთოდის ეფექტურობაში რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი არის. ერთი არის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ. ის რომ აქ რამოდენიმე სხვადასხვა მხრიდან ცდილობთ ადამიანს დავეხმაროთ. ანუ ჩვენი მიდგომა ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ პრინციპს, ვამბობთ, რომ ადამიანი არ არის მარტო ბიოლოგიური არსება, ჩვენ არ ვიზიარებთ მარტო ბიოლოგიურ სამედიცინო მოდელს, არამედ ვამბობთ, რომ ეს არის ასევე ფსიქოსოციალური სფერო ადამიანში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვცდილობთ ჩავრთოთ როგორც წამალი, ასევე სხვადასხვა ტიპის ფსიქოთერაპია. მეორე ვფიქრობ არის ის, რომ ჩვენ არ ვცდილობთ რაღაც მოვახვილოთ თავს. ეს არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ვცდილობთ ერთად მოვძივნოთ ერთის მხრივ მიზეზი, რატომ მივიდა ადამიანი აქამდე და მეორეს მხრივ მიზანი, რა შეიძლება ქონდეს მას დასახული ხვალისათვის. როდესაც ხდება აი მიზეზების გაანალიზება, ზოგჯერ ეს მიზეზი თავის მხრივ არის მიზანთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ადამიანის მიზანია რომ კარგად გრძნობდეს თავს, რასაც ნათი ამბობდა მაგალითად დეპრესიის დროს და უბრალოდ არ იცის რა უნდა გააკეთოს, რაც იშოვნა, რა საშუალებასაც მიაგნო, ის გამოიყენა. თუ მოხდება უფრო ეფექტურად დახმარება იმისათვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს თავის მიზანს, უფრო კარგად მიაღწიოს, სწრაფად და ეფექტურად. მაშინ აი ეს არასწორი და მისთვის საზიანო ქცევის ტიპი უკვე საჭირო აღარ არის. ანუ ჩვენი მიდგომა პირველ რიგში ითვალისწინებს ჩვენი პაციენტის საჭიროებებს მისგან გამომდინარე, მის სურვილებს, მის ამოცანებს და ჩვენ ყოველმხრივ ხარში ვუდგავართ მას. ეს არ არის ჭიდაობა, რომ არა მე ის მინდა, არა მე ექიმი ვარ და ვთვლი, რომ შენ ეს არ გინდა, არამედ სხვა რამე გინდა. ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს აგებული იმაზე, რომ ჩვენი მიზნები ერთმანეთს დაემთხვა. ვფიქრობ, ეს სცენს ჩვენს მიდგომას განსაკუთრებულ ეფექტურობას. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს ყველაფერი ამ მეთოდის ეფექტურობა ვნახოთ თქვენი ორი პაციენტის მაგალითზე, რომლებმაც ჩვენს გადამღებ ჯგუფს გული გადაუშალეს, თავისუფლად შემიძლია თქვა და მოუყვნენ იმ ისტორიის შესახებ, რა იყო გუშინ და რა არის დღეს, მათ ერთად ნახოთ. სანდრო გუნია 27 წლის. დავიბადე თბილისში. საშინელი პერიოდი იყო, საშინელი როგორ იცი, საერთოდ როიწყებ თავიდან არის რაღაცა გართობა, ხო? რაღაცა კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ, მე სისტემატიური ხასიათი რო ეძლევა ამას, არის კოშმარი, ჯოჯოხეთი, შავთეთრდება ყველა ბუნი, ზისამოსვლა გეზიზღება, არავინ არ გიყვარს, ხდები ეგოისტი. მარტო შენ როდის წახვიდე რა გააკეთო, ან მარტო შენ თავზე ფიქრობ, რა ის საკუთარ დედაზეც არ ფიქრობ რა მაგ დროს. და ესა საშინელებო და ეს რა წლები რო გრძელდება, ჯოჯოხეთი და რაღაცა და ან ბოლოს ციხე, ან სიკვდილი რა. ალეკ ქოროლიშვილი 14 წლის ვარ. თბილისში. აი, თან პირად გავიგეთ ჩვენ ის ვარ წამალი. წავედი უკრაინაში ცხოვრობდი. თავს შეგეთებდი მე ჩამოვედი აქ დამიჭირა ეს გამოიცი ხიდან და მე უბრალოდ მითხრა აქ კამერაში წამოვედი კაი პონტია და წამოვედი მეც ამ დეპრესიაში ავსავდი ყოველდღე აუცი არც ოთხი ყავი რაიტოში ტრანსფერტი ყავი თან დაანთული არის ყოველდღე ეჭებოდა წამოვედი ჩალიჭდი ყოველდღე ანუ დეტოქს რო გაიკეთებ, რო გამოდიხარ, ყველაზე რთული მომენტი ეგ არის, რა უნდა გააკეთო, არავის არ ჭირდები, სამსახური არ აქვს, მეგობარს არ უნდიხარ, არაფერი და ყველაზე დიდი შანსი რო დაიწყო თავიდან არის ეგ პერიოდი რა, ანუ ჯანმრთელი გამოდიხარ და ვერაფერს ვერ აკეთებ და ისევ დეპრესიაში ვარდები და მიდიხარ ისევ ვიკეთებ და აქ მოვხდი ნარკოლოგიურ შოვიწექ რომ კურნალობდი. იყო ერთი ფსიქოლოგი იქ ნინოცა.
რომელმაც მითხრა რომ არსებობს ეგეთი ცენტრი კამარა, მოვედი ვნახე, ძალიან მომიწონა, იმიტომ რომ ძალიან ახლოს იყო ჩემთან, რომ მოქანდაკე ვარ და მინანქარს აკეთებდნენ, ხატავდნენ, მე დავიწყე ქანდაკების კეთება და ძალიან რაღაცა დამეხმარა უკვე თითქმის 1 წელია სადღაც რომ დავდივარ, ესეთ ინტენსიური ხასიათი აქვს ჩემს სიარულს და ძალიან დამეხმარა. აქ მოვედი, მეტყვი ახლა მეფში ზუსტად იყო და 2 თემრული იყო. 2012 წლის და გავჩენათია. მე შემოვანა შემოვანა პროექტით და მე ლაპარაკა მარკოს კიდეთ. დამყარდა და რა ვიცი, აი ყურაი კუში. აქ რაღაცა მიზნები ხო დასახული რაღაც გამოფენა გვინდა გავაკეთეთ ხა მეორე გამოფენისთვის გეგმავთ რაღაცებს და მე მუშაობ ამ იმას მე მაგალითად ვაკეთებ მინანქარს ქანდაკებას მაგრამ არიან ხალხი რომ ვინც აკეთებს მარტო მინანქარს ვინც მარტო ფერწერას ხატავს ეს როგორ სახი როგორ მაგალითად ხო ის კოშტო ვაკეთებ მაგალითად მაგალითად არაფერს დამოკიდებული არ ვარ და ალკოჰოლი რო ალკოჰოლია იმასაც არ ვსვავ და ვარჯიშობ ცოტ-ცოტას, ეხლა ცოტა აცივდა და რაღაცა ფეხბურთს თამაშობთ და მას გვიხარეს სხვა ღირებულებები გაგვიჩნდა რა, მოკლედ და რაღაცა მეგობრებსაც უნდივართ, ოჯახსაც უნდივართ. მე მაგალითად უკვე სამწელო შეფერმებია. სამწელო რო რაღაც პერიოდის წინ მეც ეგეთი ვიყავი და ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს. ნაცია და ნინუცა მე ვფიქრობ ყველა პაციენტს ესეთი სიტყვით ხვდებიან, ვინც იქ მიდის და ალბათ ესაც არის ერთ-ერთი უმთავრესი. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ უფასო არის თქვენთან აი ამასთან შეხება და აი ვთქვათ, აი ამ თქვენი გამოცდილების გაზიარება და ცხოვრების გაუმჯობესება თითოეული მათგანისთვის, თუმცა არის ერთი ვთქვათ ის რომ ადგილები არის შეზღუდული, ხო, არ არის რა საკმარისი ფართი იმისთვის, რომ უფრო მეტი პაციენტი და ფინანსებით და რაღაცა არის რაღაც პერსპექტივაში ის რომ უფრო მეტ ადამიანს მიეცა საშუალება რომ თქვენთან იკონტაქტოს ესე ვთქვათ და ფართობი ინტერესებია რომ ნიერება იპოვონ კვლავ კიდეც აი ამ პაწაწინა სივრცეში ამდენი კაცი ძირითადად კაცები გოგოები იშვიათად მოდიან მაინც ეშინიათ ხოლმე ესეთი ჯგუფური თერაპიის და თავის გამჟღავნების ასე რომ ვთქვათ მათ მიმართ სტიგმა კიდევ უფრო მკაცრია ამდენი კაცი ჯერ როგორ ეტევა და მე როგორ კეთდება ამოდენა ქანდაკებები აქ, იმიტომ რომ გამოფენისთვის რომ ემზადებოდით, ვინ შემოდიოდა რემონტი გაქვს მოკითხებოდი, საოცრება იყო იქ ცემენტი, თაბაში რომ ყველაფერი ერთად ეყარა. რაც შეეხება ფართობს, ამ ცენტრის გაკეთების უფლება, საშუალება უпростоრეთ, მოგცა ფონდმა ღია საზოგადოებამ, რომელთანაც, როდესაც მივედი პრინციპში ჩემთვისაც ეს იყო ექსპერიმენტი, იმიტომ რომ ყოველთვის მეც ადრე მუშაობდი კონკრეტულ ადგილას და ვაკეთებდი ჩემს როგორც ფსიქოთერაპევტის საქმეს და სულ სხვა, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერი შენი საზრუნავია. ამიტომ ცოტა მეც კი ვიყავი შეშინებული, გამომივა თუ არ გამომივა, მაგრამ ენთუზიაზმი მქონდა ძალიან დიდი. და არაჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ მართლა რაღაც კულტურული, ჭკვიანი, ადამიანური და კარგი გოგოები ამ ფონდში. რომლებმაც დამიჯერეს, რომ რაღაცას არ ბოდავდი, ასე რომ ვთქვათ. და მოგწეს საშუალება გაგაკეთებინა ეს ცენტრი, მაგრამ საერთოდ ასე არა უცხოური ფონდები სერვისი იშვიათად აფინანსებენ, სერვისს აფინანსებს მხოლოდ გლობალ ფონდი, ნუ რაღაც ისე მოხდა, რომ ყველა ფონდმა მერე კარი დაგვიკეტა, არ გამოვიდა ეს და პრობლემები იქნებოდა ბუნებრივად და დღეს სამე იშლება იგივე სიტუაციაში ვარ და დღესაც მე რო ვერ ვიშოვეთ ვერცერთი სხვა წყარო დაფინანსების, ისევ ჩვენს ძველ დონორებს ფონდ ღია საზოგადოება შევეცოდეთ და მოგწეს გაგრძელების საშუალება, იმიტომ რომ მათ ნახეს რამდენად ნამუსიანად ვიმუშავეთ, როგორ დავხარჯეთ ყველა კაპიკი.
თანაც ეს არ იყო ძალიან დიდი გრანტი ამ ხელასაქმის წამოწყებისთვის, თორე ისე ყველა კაპიკი ძალიან დიდია, როცა ეს ორი ადამიანი უნდა გახდეს სტიმული ყველასთვის, რომ თქვენ დაგიდგინოთ. მართლა ყავთ პაციენტები, რომლებიც აი მოდიან და გეუბნებიან, რომ სუნთქვა ავიწყდებათ. კი, როგორ არა. რა საინტერესოა თქვენ, ესე იგი გქონიათ შეხება მსგავს რამესთან, ხო? არა. და ისიც შემთხვევით, აი, როდესაც ადამიანს სუნთქვა ავიწყდება, როგორ ახერხებთ, რომ სამხმაში ამღერებთ რაღაცა პერიოდის შემდეგ, ანუ ეს რამხელა შრომა ვასწავლეთ, იმიტომ რომ მუსიკაც არის, მათემატიკა და სწორი სუნთქვა. რა თქმა უნდა, თუ ღმერთმა არ ინება, ვერ გახდები ბარი უაითი და ბარბარა სტრეიზანდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები, რომელსაც არასდროს არ მღერიათ, სამხმაში მღერიან. და მაშინ რადგან ამაზე ჩამოვარდა საქმე, მე მინდა რომ ჩემს უსაყვარლესი თერაპევტები მოვიხსენიო კიდე ბექასების კვერაძე მუსიკის თემო კეშელაშვილი ეს არის იოგა თერაპევტი, ახლა კვალიფიკაციას იმაღლებს ტიბეტში და იმათ გააკვირვებს ქართული ახალი პოზით მხართეზო. ასე დავავალეთ, რომ ეს იოგაში ახალი პოზა ამანაც წაიღოს. მართლა კარგი სპეციალისტი, რომელმაც პრაქტიკულად ფიზიკური ინვალიდობაც კი დავკაჩეთ, ასე რომ ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც ამ კუსტარული ნარკოტიკებისგან განვითარებული ეფედრინული პარკინსონიზმი და ვერც მეტყველებენ, ვეღარც სუნთქავენ, ვეღარც მოძრაობენ და საბოლოოდ ადამიანები, რომლებსაც ხელებს ვერ იმორჩილებდნენ, ძალიან ფაქის სამუშაოს ასრულებენ, აკეთებენ მინანქარს. ტიხულ მინანქარს. ასე რომ მართლა შედეგები მართლა კარგი გვაქვს. ერთ-ერთი თერაპია არის მელოდრამა. მითოდრამა? მელოდრამაც ხო არის თუ არა? არა. ფსიქოდრამა არის კიდევ ასეთი. ფსიქოდრამა არის თერაპია. ჩვენთან რაც არის ეს არის მითოდრამა, უბრალოდ მითოდრამის ელემენტებს ვიყენებთ. და რას ნიშნავს იქნებ რაღაცა უფრო ღრმად ჩავიხედოთ აი ამ მეთოდში აგერ სამნი კი ვარ და ეგ რაღაცა დიაგნოზით დაგვისვათ. ზარ მოვიდოვებ შეიძლება. რაღაცა მოგეკოთ. არის საკუთარ თავში ყველა. აბა ეს არის შვეიცარიული მეთოდი, მისი ავტორი არის ალან გუგენბული, მან ჩამოიტანა სწორედ ეს მეთოდი საქართველოში, მესამე წელია რაც რამოდენიმე ჯგუფი მითოდრამა თერაპევტების შეიქმნა და მუშაობენ. ძირითადად არის ხოლმე ბავშვებთან და მოზარდებთან, მაგრამ აი ჩვენ ესეთ გამონაკლისს ვაკეთებთ, რომ დიდებთანაც ვიყენებთ. სხვადასხვა შვეიცარიაში აღმოჩნდა, რომ დიდებთანაც იყენებთ. აი როგორ? და ეს საშუალებას იძლევა აი ამ მეთოდით. რამოდენიმე პლასტია, ასე ვთქვათ, ამ მეთოდში. ჯერ გეტყვით მოკლედ ძირითადი იდეა რაში მდგომარეობს. საქმე ის არის, რომ ყველას მეტნაკლებად გვაქვს ცხოვრებაში რაღაც როლი, რომელიც ზოგჯერ განსხვავდება ჩვენი ნამდვილი მესაგან. ეს არის როგორც ნიღაბი, რომელსაც შეიძლება ბავშვობაში მოვირგოთ, შეიძლება მოგვიანებით ცხოვრებაში და მე ამშობლები გვავალებენ? ხო, ან სხვადასხვა მექანიზმით ამ როლს ვასრულებთ. ანუ ყველას გვაქვს ეს. ამის გარეშე, ანუ ამ ნიღაბის პერსონას ეძახიან ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში, ეს არის ის, რაც გინდა რომ იყო ეს ნიღაბით სინამდვილეში, ფსიქოლოგიურად ჩვენ გვგავს ის ყველა ნიღაბიც პრინციპში ჩვენ ვართ. რეალური ჩვენ ვარ და არა ის რომ მე ესეთი წარმატებული დირექტორი მინდა ვიყო, ან წარმატებული ფსიქიატრი, ან წარმატებული ცოლი და ასე შემდეგ. ეს არის ის როლი, რომელსაც ვიღებ. ერთ-ერთი ასეთი როლი შეიძლება იყოს მაგალითად წარმატებული მაგალითად ქურდი მომპარავი, წარმატებული მაგალითად თუმცა წარმატებული ყველა ფიგურია, წარმატებული ფიგურია. ჩაგრული, დაჩაგრული, უარყოფილი, რა თქმა უნდა. ანუ ნებისმიერი როლი შეიძლება იყოს მათ შორის. ერთ-ერთი ასეთი როლიც არის ხოლმე ეს, რომელიც შეიძლება აი ადამიანებს ხვდეთ აღებული, რომელთანაც მითოდრამას გამოვიყენებთ. და აი მეთოდის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს, რომ ეს კარგად გამოჩნდეს, რა როლი აქვს ადამიანს აღებული. რომ დაინახოს განსხვავება როლსა და მის ნამდვილ ბუნებას შორის. შეიძლება ის, ვისაც თვლიან ყველაზე სასტიკად, სინამდვილეში იყოს ყველაზე თბილი და ყველაზე მოსიყვარული ადამიანი, მაგრამ
ეს როლი, რომელიც მან რატომღაც გაუცნობიერებლად აირჩია, არ აძლევს საშუალებას, რომ მისი ნამდვილი ბუნება გამოვლინდეს. აი ხა მითოდრამის დროს ვაკეთებთ რას, რომ ვირჩევთ რაღაც მოთხრობას, ზოგჯერ გუნდის ყველა წევრი ყვება და იქიდან ვირჩევთ, ზოგჯერ მე მომაქვს რაღაც გამოგებული. რაღაც თამაშიც ხო იყო ბავშვობაში, ვაგრძელებდით ამბავს. და კი გავაკეთოთ რა ინტერესებს თან გავაკეთოთ თან თქვენ რა გახდება რაზე მაშინ მე მოვიტანე ძალიან პატარა ზღაპარი რომელსაც მოგიყვებით გავწყვეთ რაღაც მომენტში და მე თითოეულად თქვენთანგანმა უნდა გააგრძელოს ზღაპრის ბოლო თქვენ რა თქმა უნდა იცით გაწერილია აი ზღაპრის ბოლო არ არსებობს კარგი მიუხედავად იმისა რომ ვიცით ძალიან მოკლედ ეს ამბავი ეხება გლეხებს რომლებიც ყოველ დილით ადრე მიდიოდნენ ხოლმე ხანაში მინდორში მუშაობდნენ შუა დღეზე როცა დაიღლებოდნენ მე სადილობდნენ მე ისევ აგზელებდნენ მუშაობას საღამოს ბრუნდებოდნენ სახლში და მეორე დღეც ასევე იწყებოდა და ასევე მთავრდებოდა ყველა დღე თითქოს ერთი მეორის გარდა ერთხელაც როცა წავიდნენ დილით მინდორში სამუშაოდ სანამ გავიდოდნენ სამუშაოდ იქვე დიდი ხის ძირას მინდორზე ერთი დიდი ხე იდგა დადგეს ხორცი დიდ ქვაბში მოსახარშად სანამ ისინი იმუშავებდნენ, ხორცი მოიხარშებოდა და სადილის დროისთვის უკვე მზად იქნებოდა. როდესაც ყველანი წავიდნენ, აი ამ ხეზე, რომლის ძირშიც ხორცი ეხარშებოდა, ერთი შხამიანი გველი აცოცდა. აცოცდა ხეზე, გადავიდა ტოტზე და იქ რაღაც მოხდა და ჩამოვარდა. ჩამოვარდა ისე, რომ პირდაპირ ამ ქვაბში ჩავარდა და ჩაიხარშა. ეს დაინახა ყვავმა, რომელიც ამ ხეზე იჯდა. ამის მომსწრე იყო. ხამოსობაში შუა დღეც დადგა, მოვიდნენ გლეხები, დაღლილები, ნახეს რომ ხორცი უკვე მოხარშულია და გადაწყვიტეს რომ შეექცენ თავიანთ გემრიელ სადილს და როდესაც გადაწყვიტეს რომ აი ეს მოწამლული თვითონ არ იცოდნენ რომ მოწამლული იყო ეს ხორცი და წვენი გადმოიღოთ უეცრად ყვავი ტოტიდან გადმოიშვა და რა მოხდა? მოდი გააგრძელებთ. აი კომედი. ჩასკლინდა ქვაბში არა. აბა შეიძლება აღარ მიეკა. გადაარჩინა ესე გლეხები თუ შენ გითხარია ეს როლეს თქვენი ყვავი გაფრინდა მაგრამ აი დღეს იყო იმიტომ რომ კარგი საქმე გააკეთა გლეხები გადაარჩინა თუმცა მე გველი მიჭამია და ისეთ გემრიელი ხამიანი ხორცი გემრიელი იყო ძალიან ის გაია რა გაიშიფრა გაიას პასუხი ჯერ თქვენს თქვენ ანუ უბრალოდ ფინალი უნდა იყოს ჩვენი ინტერპრეტაცია თუ უნდა გავიზრდეთ ამ ფინალი უნდა იყოს იმდენი რამდენი მომენტიც არის ანუ ისე ყვავი ვერ გამოხო გადმოიშვა ყვავი გააკონცა რა მე უკვე მოფიქრებული არა ყვავი გადმოეშვა და აცალა ეს ამოღებული დაკვაკლილი და გაიტაცა ასე ვთქვათ მაგრამ მაინც ხორცი დარჩა მოწამლული ხო რადგან ერთად მოიხარშნენ რაღაც უდი სახეა გავიღუპენ გონი რა შეიძლება მოხდარიყო ყვავი გადმოეშვა და გლეხებმა დაინახეს რომ მას კვანჭებში ეპყრა ოქროს რაღაცა ნივთი. გაფრინდა ყვავი და გაეკიდნენ გლეხები აი ამ განძის საპოვნელად და ამ ყვავმა მიიყვანა ძალიან რაღაც ისეთ ორმოსდა სადაც აღმოაჩინეს და გამდიდრდნენ მოკლედ. ამათ ის რომ დაფასდა. საბოლოოდ სამივე ძალიან გინდათ რომ გადარჩდე გლეხები. ამიტომ ვიშტები ქართულ ქალებს. მართლა თავი აზრი ამაში იყო გლეხების მე ბოროტული ვარიანტებიც ჰქონდა მაგრამ ტარანტინოს ფილმი და ახალი და მაგის გაჩნია რა განწყობაზე იქნება. გიორგი იქნება ნუ აი მაგალითად დიაგნოზი დაგვიწყო. როგორ გაგრძელდებოდა ეს ჩვენს ჯგუფში აი ამ სამი ვერსიიდან ავირჩევდით რომელიმეს ან რამოდენიმე კომბინაციას აქ შევთანხმდებოდით
და მე ამ პატარა სპექტაკლს დავდგავდით. შეიძლება თავიდან ბოლომდე, დავუშვათ როგორ მოდიან გლეხები, შეიძლება ჩვენც ჩავერთოთ ოპერატორებსაც ვთქვათ. ასე შემდეგ. აი ამ თამაში კიდევ რაღაცა ნიუანსები შეიძლება გამოჩნდეს, მაგრამ მე როდესაც დამთავრდება თამაში, თუ გინდათ გავითამაშოთ, თუ გინდათ ეს ხო არ ვიცი, თუ აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც საბოლოო სურათი მივიღოთ, გავითამაშოთ, არა? კი, აუცილებლად. ყავს იზითამაშეთ. შენ რა ვერსიაში? არ ვიცი, შენ ხარ სამეგრია მე ვიყო. კარგი, მაშინ მე ვქნები რეჟისორი და კარგი. ვის შეგიძლიათ თავი გაიგიოთ. თუმცა იმში მე გირი დამკიდეს მიკროფონში, რომ ჩემი კაბა სადღაც მე შემიძლია გველი, მე მგონია, გველი შეჭმა უნდოდა იმ ცხელი ჩაყო რაღაცა ჩავარდა და მოიხარშა თორე. ეგ მე გველს ვკითხავ თქო. ვიქნები გველი. მე ნახეთ გველი. გვანც არის გველი. გვანცა გველია. ყვავი უნდა იყოს ვიღაც. რიხტები ყვავი რა სამწუხაროა. ნეხობა დავიცა ხო? თანახმავად. ნეხობა. ყვავიც არის. ყვავში ხორციც არის. ერთი გლეხობა. ხო. მე ვარ მთელი გლეხობა. მე ხეს გავარ და იყავია პროდიუსერი მეუნება, ხე იყავია რა, თუ საჭირო ხე ვიყავ. ვიყო მე ვარ ყვავი, ვარ მე ხო? ყვავი. დავდექით ფეხზე ხო? ეს ამაში მომადეობს ჩვენი ხეობა და ყვავობა. ვითარცა ალბათ ამოვდექი ფეხზე და ავზიდე ჩემი ხელი. როგორ შემოგეხვიო თიკა, მოდი. მომკირარული ყვავი. ესე იგი გლეხობა ჩვენ დავჭით. კარგი, გითხარ, კარგი, აი აქ არის ყვავი. აქ ხორცი თუხთუხებს. ხარშება. ნერიხები იყო რომ ჩამოვიდა. ხეს ასე გადმოწეული ტოტები ყვავზე. და ყვავი რა ვერ ჩამოჯდება? ზივარზე გადმოწეული. ჩვენებად მონახე გამოსავალი. ამ დროს გველი გადმომაკლა და გველი აცოцდება. დაიმალა გველი ჩემში. მოსრიალდა. კი მინდა ჩაგიკაკუნო, მაგრამ მე ხვდები რა საკეთებს ჯერ გაიგე. მე ვისწენა ჩავარდია. ჩაიხარშა. ყავმა განიცადა ეს ამბავი საშინლად, განიცადა ყვაი. ამ დროს მოვიდნენ გლეხები. მოდი გლეხი იყავით. გლეხები. მაინდა-მაინც თავადური გვარიც არ უნდა გქონდეს. შეგვიძლია გლეხები. პირდაპირ გაგებით გლეხები, მოვედით. და ვაპირებთ ჭამას. დაღლილები, შივრები. ცოლებმა გამოუშვეს, გამოატანეს. არა, შენ უკვე აღარ ახარ. მაგრამ არ ვიცით რა დაგვემართა. მე ხარ როგორ გამომივარ, აქედან გადმოფრენა არ ვიცი. გადმოფრენა არ ვიცი, მაგრამ გადავიშხუილე. უიეს. და გაწავედით. ნესროლეთ გადმისკლინდა. ამას რაღა შეჭამს. არ არსებობს. და გადავაცხიეს. ვაი, დავინახეთ გველი. ხედავ, თუ ყავმა თურმე გადაგვარჩინა. მე ფეხები დამეწვა, ისიც ცხელი იყო ეს ქვაბიანი წყალი. მე როგორც ხეს, მე როგორც ხეს. ამ შემთხვევაში ფეხები არ ფესვები. ფესვები მომიტევენ. ფესვები. ცოტა შევხმი. შეხმი? გველმა მე თავის კვალიტეტი იქნა ლაპარაკობ. ეხლა სად მიდის ჩვენი ზღაპარი? ეხლა შეგვიძლია ცოტა ხანი შევწყვიტოთ, რომ ძალიან არ გაგვიგზავნოს და დავждეთ და გავარჩიოთ რა გავაკეთოთ. გავარჩიოთ. აბა, ყველასთან მაინტერესებს რა მოხდება აი ახლა. ძალიან მაინტერესებდა. ძალიან ელეგანტური. ესეთურად. თუმცა ყველაფერი შეიძლება აკეთო გამოსად. ერთი როგორ გაგვიმართლა, რომ მსახიობებთან აღმოჩნდით, რომ რაღაც კარგი სპექტაკლი დაიწყო. ჩვენ ბედი გვაქვს, ამიტომ ჩვენი ორგანიზაციითაც გადარჩებით და შევსწავლო. რა თქმა უნდა. როგორ დადესე იქნა? არა, ჯერ მე უკვე წარმოვიდგინე როგორ ხალისობენ თვითონ პაციენტები, არა? იმიტომ რომ თვითონ ამ მეთოდის მთავარი ერთ-ერთი ის არის, რომ ადამიანს კურნავს ის, რაც სიამოვნებს და სიყვარული. ოღონდ შენის გულწრფელად უნდა გიყვარდეს, სიყალბეს არ გპატიობს, მით უმეტეს ადამიანი, რომელსაც დაზიანებულია ნერვული სისტემა. და აქ ამიტომაც ჩვენ გვაქვს კრეატიული თერაპიები 4 არა, ვიდეო თერაპია ხო? 4. და ნუ გვაქვს რა თქმა უნდა სერიოზული ტონალობის თერაპიებიც, მაგალითად ეგზისტენციალური თერაპია, როცა ფოკუსში ვაქცევთ კოგნიტური გზით, ვცდილობთ რომ мотиваცია ისევ ავამაღლოთ, ასევე ნანა მამულაშვილი ერთ-ერთი ჩვენი სპეციალისტი, ასევე სექსოლოგი არის ის ფსიქოლოგთან ერთად
უფროს ვერ წამოვიყვანეთ, იმიტომ რომ ყველა ვერ ვეტეოდით სკოლაში და თან კამარაც რჩებოდა უდედ მამაც. ამიტომ ნანა იქ დედობს ახლა და გიორგი როგორი ხევი იყავი მომიყე? ძალიან კარგი. მადლობა რა ის საიკიდეთ ლამაზები და შეიძლება დათრგუნოთ ხოლმე სტუმრები. და შეიძლება ბარე ფსიქოლოგებისგანაც მოგვიცით როგორ მოვიქცეთ რომ ესე არ მოხდეს. ჩვენ პირიქით ყველა სტუმარი გონიმა ძალიან შინაურული და გემრიელი გარემოა და იმედია თქვენ თავს ეგზნობთ თავს, ხო? პირიქით სილამაზეც კურნავს. მართლა ხუმრობთ თქვენ, იმიტომ რომ ჩვენთანაც ეს არის, ჩვენ არა გვაქვს დრეს-კოდი ფსიქიატრებს და თერაპევტებს არაც ვერც თეთრი ხალათი და ისედაც რაღაცა ჩვენ ჩაცმულობაში იმიჯში ყოველთვის იგრძნობა მერე რა მოხდა, ცოტათი მერე რა მოხდა, ხო კეტი თუ გაიხაი რა მოხდა. ხო, ბარაფერი. ანუ რაღაცა მიუწვდომელ ბარიერებს არასდროს არ ქმნით და თქვენ მიუხედავად იმისა რომ ულამაზესები ხართ არ ხართ. მადლობა. მივედით დიაგნოზამდე და რა გავარჩიოთ. ეხლა დიაგნოზე როცა ლაპარაკობ დავუშვათ მე საერთაშორისო კლასიფიკაციის დიაგნოზის გადასმაზე აქ ლაპარაკი არ არის ეს არაფერში არ გჭირდება. ამიტომ აქ მნიშვნელობა აქვს იმას ვინ რას გძნობდა, ვინ რას ფიქრობდა. მაგალითად თქვენ რატო აირჩიეთ მაგალითად გველის როლი ან რატომ ჩავარდა გველი ან თუ შეიქნებ ჩახტა სპეციალურად ან იქნებ შემთხვევით. მე მგონი ჩახტა. რატო შემთხვევაში თან თვალების სკაინთა უცებ. ის არის მდუღარში რატო ჩახტებოდა? არ ვიცი რატო ჩახტებოდა მდუღარში. შეიძლება თავი გაწირა ვიღაცის გულისთვის, სიყვარულისთვის. ვის სიყვარული? შეყვარებული იყო და მოიკლა იმ ჯულიეტა ერქვა სახელად რა იცი გველს. გიორგი მე მეგონა ამას ყოველს თქვენ მოგუყვებოდით რატო ვინ რა ვქენით და რა ხასიათი გამოიკვეთა ჩვენი თუ არ. ხასიათი ცოტა თქვენ თვითონაც უნდა აღმოაჩინოთ რატო. მე ცნობიერად ამ როლს სხვანაირად ხსნის ჯულიეტობა უნდა ხო, მაგრამ სინამდვილეში ჩახტა და მოგწამლო ნეტავ რა მოხდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს აგრესიას ხომ, იმიტომ რომ დააყოლა მე გველის წელს ვარ დაბადებული და მოუნდა რომ ასე რომ ვთქვათ, წაპათხალიმებოდა გველს. ხო, მინდა და გამემართლებინა ჩემი გველობა. ანუ მე შეიძლება რომ დავიწყო ახლა ამის ახსნა, ხო, და საერთოდ რომ ჯგუფში მე რომ დავიწყო ჩემი აზრების გადმოფრქვევა. დიდი შანსია რომ თავს მოგახვიოთ ჩემი პროექციები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ თქვენ კითხავთ როგორ ფოტოგრაფერს. ეს არის თავარი. თავარი ის არა მე გავიგო რაღაც. თავარი ის არის თქვენ გაიგოთ. მოკლედ მივხვდი რეჟისორი ყველგან რეჟისორია. ერთნაირი ხასიათის მატარებლები. ერთნაირი უხასიათობის. უხასიათობის მადლობთ. აი გაიარცხული გნობა ყავთან დაკავშირებით როგორ წაიკითხეთ თუ როგორ შეიძლება თქვა ამის. ყავმა გადაარჩინა ეს რა როლი აირჩია ბაიამ რომ ყველა გადაარჩინათ. ხსნელი არის. ულოდნელი იყო. არ დაუშვებს იმას, რომ ვიღაცა დაიჩაგროს, რომ ვიღაცა მოიწამლოს. ამისთვის შეიძლება რაღაც ისეთიც კი გააკეთოს, რაც შეიძლება ცოტა უხერხული იყოს, მაგრამ თავის თავზე აიღებს ამას. აი ვიცოდით, ესეთი კაი იყო ბაია, ვიცოდი. უბრალოდ მეტი აქ დავინახე იუმორი და იუმორიც არის ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საფეხური. ინტელექტუალური გამოსავალი მდგომარეობიდან, ხო, როდესაც შეიძლება ხანდახან ძალა არ ყოფნის, მაგრამ იუმორით მოვახერხოთ რაღაცის შემოტრიალება. ყველაზე მეტად მაინტერესებს ჩემი უძრავი ხე, აი როგორ დაგჭათ. ხე როგორი სიმბოლოა ნახეთ. აი ეს ზღაპარი თვითონ აღწერს ძალიან საინტერესო სქემას, რომელიც სხვადასხვა მითოლოგიებში გვხვდება. სკანდინავიურში, ხევსურეთშიც იყო ესეთი იფანი მაგალითად, რომელთანაც ასოცირებული არის ფრინველიც და გველიც. ეს როგორც სამყაროს ღერძი, როგორც წინააღმდეგობების გამაერთიანებელი, ერთის მხრივ პნევმატური არსება, მეორეს მხრივ ქვეწარმავალი, რომელიც დგას აი ამ ზეციურსა და მიწიერს შორის და ადამიანი, რომელიც ამ როლს აირჩევს, თქვენ კი გიკარნახათ პროდიუსერმა, დაუშვათ ეს იყო, ესე შემთხვევითი არ არის, რომ ეს როლი გერგოთ. როდესაც ადამიანი ამას ირჩევს, ხო ეს რას ნიშნავს, რომ ეს ცდილობს ყოველთვის მიწასთან ახლოს იყოს, არა, შეარიგოს დაუშვათ საწინააღმდეგო პოზიციები, რომ იქ სადაც არის გახლეჩის ალბათობა, იქ მანდილი ჩაარიგოს და გამძლიანოს. არ დარჩა, დავზიანდიო. იგრძნო მთელი ამბავი. ეს უკვე რაღაც შიდა დინამიკა იყო გუნდის.
ცოტათი გაქვს. მე ჩავეხუტე ეს კარგები ვარ, კარგები. იცი რა, ნუ განვავწობთ, ამაზე დავრჩეთ, თორე არა მოიქეკოს მე ჩვენი ცუდები არ არის არა მოიქეკოს, რატომ დაუზიანა გველმა ფესვები. რაღაცა კარგად დაგვინახეთ. კარგი, მივდივართ ფინალისკენ, მე ვფიქრობ მართლა ძალიან ჩემთვის პირველი იყო ასეთი ტიპის რაღაცა ფსიქოლოგიური ტრილში პატარა სპექტაკლი, რომელიც ალბათ ჩვენც რაღაცებს აღმოგვაჩენინებს ჩვენ თავში. მე ჩამაფიქრეთ მაგალითად და იმედი მაქვს, რომ ეს დაფიქრება, რომელიც თქვენს პაციენტებს უწევთ თქვენთან, აი თქვენს ძალიან ისეთ შეკითხვებზე ოღონდ, ცოტა რომ უნდა დაფიქრდე და ისე უპასუხო. და თქვენი წარმატების საწინდარი თითოეული მათგანისთვის. და მე ვიცი სიტყვას აქვს მკურნალის დიდი ძალა ესე ვთქვა და მიხარია რომ ესეთი მკურნალები ხართ თქვენი თითოეული სიტყვით მათთვის და ყველასთვის ვინც თქვენ მოგმართავთ გავიც გიმისს რომ ყველაფერი კარგს და წარმატებს გაფართოებას გრანტებს ძალას რომ ბევრს დაეხმაროთ დარწმუნებული ვარ ვინც თქვენთან ერთხელ მოვა ის დაელოდება მეორე დღესაც მესამე დღესაც იმიტომ რომ თქვენთან ალბათ ძალიან კარგია ჩვენ რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია სტუდენტების სურვილებს.